მოგესალმებით მეგობრებო, გამარჯობა ყველას. მე მინდა დღეს მოგიყვეთ ჩემი ჩამოსვლის ისტორია ამერიკაში. სიმართლე გითხრათ, მე არ ვაპირებდი ამ თემაზე საუბარს, იმიტომ რომ ჩემი ვიდეოები არ წარმოადგენს თვითმიზანს, რომ რაღაც ჩემი თავის წარმოჩენის. ამიტომ ვიკავებდი თავს ამის შესახებ, რომ მომეყოლა, მაგრამ რადგან კომენტარებში ბევრი მიწერს, რომ გავცე პასუხი თუ როგორ ჩამოვედი ამერიკაში, ანუ როგორ მოვხდი მე ამერიკაში, თავს ვალდებულად მივიჩნევ, რომ არ დავაიგნორო ეს კითხვები და გაგცეთ პასუხი. ამიტომ შევეცდები, რომ მოკლედ მოგიყვეთ ამის შესახებ. პირველად მე ამერიკაში ჩამოვედი 2004 წელს ტურისტული ვიზით. დავრჩი 3 წელზე მეტხანს ვიყავი აქ, დავარღვიე ვიზა. ცხოვრობდი არალეგალად, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ გავიდა ვიზაზე უკვე ლეგალურად ყოფნის ვადა, დავრჩი ფიზიკურად არალეგალად. ცხოვრობდი თავიდან ფლორიდაში, შემდეგ ნიუ-იორკში. მუშაობდი მუვინგზე, მუვინგი ვინც არის ეს არის ავეჯის გადაზიდვა. მიწევდა კონექტიკუტში სიარული, ამის გამო, ანუ იქ მქონდა იარდი, მანქანა იქ გვეყენა და დილით გავდიოდით ნიუ-იორკიდან, ბრუკლინიდან, ჩავდიოდით კონექტიკუტის შტატში. ეხლა აღარ მახსოვს რომელი ქალაქია. მანქანას ავიყვანდით და მივდიოდით სამუშაოდ. ნუ ესე ვწვალობდით რა. კიდე ის იყო რომ ამდენი ქართველი ხარ დღეს რომ ცხოვრობს ნიუ-იორკში, იმ პერიოდში მე არ შემხვედრი არ იყო ასეთი რაოდენობის ქართველები და ვინც ვიყავით და ერთმანეთს ხვდებოდით დღევანდელი სიტუაციიდან განსხვავებით ძალიან გვიხაროდა ხოლმე ქართველის დანახვა. დღეს ცოტა შეიცვალა მდგომარეობა, არ ვიცი რატო, მაგრამ ეხლა თუ ქართველი შეხვდება ქართველს უკვე ეს ისეთ ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, რომ აი როგორც საქართველოშია ჩაული გვერდით უცნობს და არ მიაქცევ ყურადღებას, ისეა დღეს აქ ამერიკაში, მაგრამ ჩემ პერიოდში ესე არ იყო. მოკლედ ვიმუშავე 3 წელი და 3 თვე, მე ავდექი და წამოვედი უკან, ისე რომ არ გამიკეთებია საბუთები და ეს იმიტომ გავაკეთე, რომ მე საქართველოში ცოლ-შვილი მყავდა, ვეღარ ვეგუებოდი უკვე იმათ გარეშე ცხოვრებას, ბავშვები ძალიან მენატრებოდა. აღარ დაველოდე, თუმცა შემეძლო მე აქ საბუთები გამეკეთებინა, მაგრამ აღარ დაველოდე არაფერს, ავდექი და წამოვედი. ჩამოვედი საქართველოში, მე მივხვდი, რომ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვი ამ მხრივ. იმიტომ რომ ვიჩქარე, მე ესე არ უნდა დაბრუნებულიყავი უკან, მომეთბინა, გამეკეთებინა ლეგალური სტატუსი, ამეღო გრინ კარტა და ისე დაბრუნებულიყავი, მაგრამ სამწუხაროდ მაშინ არ მქონდა მე ამის გამოცდილება, არ ვიცოდი როგორ გამეკეთებინა, ანუ ჩემი საქციელს მე ვამართლებდი იმით, რომ ცოლ-შვილი მყავდა საქართველოში და აუცილებლად მინდოდა იმათთან ჩასვლა და უკვე ვეღარ ვითმედი და ამის გამო.
ასე რომ თუ ვინმე დააპირებს ამერიკიდან საქართველოში დაბრუნებას, ჩემი პირადი გამოცდილებიდან ურჩევდი რომ დაფიქრდეს, კარგად აწონოს და დაწონოს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება. ანუ ჩემსავით ცხელგულზე ნუ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ აი რაღაც მენატრება და უნდა წავიდე. მოკლედ, საქართველოში დაბრუნების შემდეგ მე შემექმნა ესეთი სიტუაცია, რომ მიუხედავად იმისა, რომ არც დეპორტი მქონდა, არაფერი ჩემი საკუთარი სურვილით ვიყავი უკან დაბრუნებული. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მე დამადო 10 წლიანი ბანი, ანუ ბანი ნიშნავს ქვეყანაში შესვლის აკრძალვას. ჩემზე არ გაიცემოდა უკვე ტურისტული ვიზა, სანამ არ გავიდოდა ეს 10 წელი და მარტო ტურისტული არა, არც საქმიანი, არც აი მე სამსახურიდანაც შემეძლო საქმიანი ვიზიტით ჩავსულიყავი ამერიკაში, მაგრამ ესეც კი აკრძალვის ფორმატში იყო და არ მაძლევდნენ ვიზას იმის გამო, რომ მე სავიზო რეჟიმი მქონდა დარღვეული. პარალელურად ვავსებდი მწვანე ბარათის ლატარიას, ვიღებდი მონაწილეობას ამ ლატარიაში, მაგრამ ნუ როგორც ხდება ხოლმე, იქ ძალიან მცირე შანსია მოგების და ვერ ვიგებდი რა ერთს. მაგრამ ვეძებდი ყველანაირ გზას, რომ რამენაირად დაბრუნებულიყავი უკან. იმდენად მენატრებოდა ეს ამერიკა, იმდენად რაღაცნაირად რომ დავბრუნდი საქართველოში, გავითავისე, რომ აი ძალიან რაღაცა შინაგანი ის დამჩა ამ ქვეყანაში რა, რაღაც სამყარო და თითქოს აი ამისკენ მიხმობდა ისევე უკან რა, წამოსვლა მინდოდა. რა არ გავაკეთე, რა არ ვცადე, რომელ საელჩოს არ მიმართე, კანადის საელჩოს, ირლანდიის საელჩოს, რომ იმათი ვიზები მაინც მომეპოვებინა, მაგრამ სამწუხაროდ არც ერთმა არ მოვცა ტურისტული ვიზა. მიუხედავად იმისა, რომ მუშაობდი ძალიან კარგ სამსახურში და წესით და რიგით ჩემთვის ტურისტულ ვიზაზე არ უნდა ეთქვათ უარი. აქვე დავამატებ, რომ აი 5 ქვეყანას, თუ არ ვცდები, კი 5 ქვეყანას, ეს არის ამერიკა, კანადა, ინგლისი, ირლანდია და ახალი ზელანდია. აი ამ ქვეყნებს აქვს საერთო ბაზა, ასე ვთქვათ, მონაცემების და ხედავენ თუ რომელიმე ქვეყნიდან არის პიროვნება დეპორტირებული ან შეტანილია ბაზაში როგორც დამრღვევი სავიზო რეჟიმის, აი ეს ქვეყნები აი მონაცემებს, ერთმანეთის მონაცემებს ხედავენ, ანუ საიმიგრაციო ოფიცერს შეუძლია ეს თუ მოძებნის აუცილებლად ნახავს. და მე ვფიქრობ, რომ აი ზუსტად მაგიტომ იყო, რომ კანადამაც და ირლანდიამაც მე ტურისტულ ვიზაზე უარი მითხრა. ამ პერიოდში მე პარალელურად არ ვწყვეტდი ამ მწვანე ბარათის გათამაშებაში მონაწილეობას, ვავსებდი, მაგრამ რისი იმედი მქონდა, არ ვიცი, იმიტომ რომ ეგეც მოძიებული მქონდა ეგ ინფორმაცია, რომ მიუხედავად იმისა, რომ მე მოვიგებდი ამ მწვანე ბარათს, მე მაინც არ მომცემდნენ საიმიგრაციო ვიზას იმის გამო, რომ მე 10 წლიანი ბანი მქონდა. აღმოჩნდა ისე, რომ ეს იყო 2016 წელი, შევავსე კიდევ ერთხელ შევავსე მწვანე ბარათი და 2017 წლის გაზაფხულზე პასუხები როდესაც შევამოწმეთ, მოვიგეთ ლატარიაში გავიმარჯვეთ და საქმე იმაში იყო, რომ პირველი რაც გამიელვა გონებაში იყო ის, რომ ჩემი ანუ ბანის საკითხი ხო არ შეუშლიდა ამ ყველაფერს ხელს. და რომ დავთვალე უკვე თარიღები, ესე იგი მე მოვიგე მაისში, 2017 წლის მაისში და ამ ბანს ვადა ეწურებოდა 2017 წლის ოქტომბერში.
ესე იგი, თუ მე ოქტომბრამდე მომიწევდა საელჩოში შესვლა, მაშინ ძალიან მაღალი ალბათობით კონსულს შეეძლო ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ეთქვა უარი საიმიგრაციო ვიზის გაცემას. ამიტომ DS 260-ია თუ 360-ია, აღარ მახსოვს ზუსტად რომელიღაც ფორმა არის, რომელსაც ავსებ და აგზავნი მოგების შემთხვევაში უკვე საიმიგრაციოში, ამერიკაში და ისინი განიხილავენ და გინიშნავენ ინტერვიუს. ეს ფორმა მე შევავსე, აი რაც შეიძლებოდა გვიან, ანუ სადღაც აგვისტოს ბოლოს, რომ გასაუბრება ჩაენიშნათ ჩემთვის უფრო მოგვიანებით რა და არ დამთხოვოდა იმ პერიოდს, სანამ მე ბანი მექმნებოდა გასულ. მოკლედ და ერთი სიტყვით გავაგზავნეთ ეს ფორმა, იქიდანაც პასუხი მოვიდა, საელჩომ ჩაგვინიშნა გასაუბრება და გასაუბრება იყო 2018 წლის იანვარში. შევედი ოჯახით, რა თქმა უნდა, გაგვესაუბრა კონსული და მე ყველა სათითაოდ, ასე ვთქვათ და ჩემი რიგი როცა იყო და მე მკითხა, აი რომ დავდექი ფანჯარასთან კონსულის პირდაპირ, პირველი რაც მკითხა, აი ეს კითხვა იყო, რაზე მუშაობდი ამერიკაში. ხო, ნუ მე ახლა ესე იგი, ამით მაგზნობინა, რომ მან ჩემ შესახებ ყველა ინფორმაცია იცოდა, თუ მე ამერიკაში რას ვაკეთებდი, სად ვიყავი, როგორ ვიყავი, ამის შესახებ ყველაფერი იცოდა. რა თქმა უნდა, არაფრის უარყოფა არ დამიწყია, მაშინვე გულწრფელად უპასუხე, რომ ამერიკაში მე მუშაობდი მუინგზე. და პირველი კითხვა, მეორე კითხვაც ეგ იყო, რომ ესე მუინგი რა არის? მუინგი რა არის? მე ვთქვი და ეს არის ავეჯის გადაზიდვა. და ეს მე ვთქვი და ისეთი სამსახურია ამერიკაში, ახლა ყველა ვიცის, თქვენ როგორ არ გაგიგიათ. გაეცინა, რა თქმა უნდა, გაგებული ექნებოდა და გამოყენებული კიდევაც ეს სერვისი. ბევრი კითხვები აღარ დაუსვია, მითხრა მარტო რომ ჩემი ძველი პასპორტი თუ მქონდა თან, რომელიც მე ამერიკაში, რითაც მე ამერიკაში ვიყავი, თან მქონდა ეს პასპორტი წამოღებული და მივაწოდე, შეიყვანა კომპიუტერში ჩემი მონაცემები, უყურებდი იქ რაღაცას ატვალიერებ და ერთი წუთის არ გაგზელებულა და დამიბრუნა ყველაფერი ის რაც მიუტანე და მითხრა რომ შემეძლო სამ დღეში ვისულიყავი ხანოვზე, მარჯანიშვილზე, არის პოსტა ცენტრალური და იქ ვისულიყავი და იქ იქნებოდა ჩვენი პასპორტები ვიზებთან ერთად. სამ დღეში ავიღეთ მართლა ვიზები და ეს იყო იანვარი, 2017 წლის იანვარი. მაშინვე აი როგორც კი ავიღე პასპორტი, პირველი რაც გავაკეთე, წავედი ტურისტულ სააგენტოში და მეგობარს ჰქონდა ეს ტურისტული სააგენტო და ავიღე ნიუ-იორკზე ბილეთები. ეხლა აქ ერთი პრობლემაა კიდე ახალი ჩამოსვლებისთვის ყოველთვის ამერიკაში. ეს არის ბინის პრობლემა. როდესაც ჩამოდიხარ, ხო ძალიან რთული არის ბინის დაქირავება. ამიტომ მე იქიდანვე, ანუ საქართველოდანვე დაუკავშირდი ჩემს ნაცნობს ამერიკაში და ვთხოვე რომ ჩემთვის მოეძებნა ბინა. ბინა მომიძებნა, რა თქმა უნდა და რომ ჩამოვედით ამერიკაში, უკვე წინასწარ მქონდა ეს ბინა დაქირავებული და შევედით საცხოვრებლად ბინაში. საიდანაც უკვე იწყება ჩემი ისტორია ამერიკაში თუ შემდეგ როგორ გავაგზელე ცხოვრება. მაგრამ მინდა ერთი რაღაცა გითხრათ რა, ანუ რა თქმა უნდა, ახლა ყველა ოჯახი, რომელიც ჩამოდის ამერიკაში საცხოვრებლად და დაცარჩენად, ყველას აქვს თავისი ისტორია, ყველას აქვს რაღაც მოსაყოლი, მაგრამ რო გადახედოთ ემიგრანტების ცხოვრებას, თითქოს აი ბევრი რაღაც საერთო აქვს ერთმანეთის ისტორიებში და ბევრი ისეთი ნიუანსებია, რასაც აი ამერიკაში ცხოვრება გაგატარებს რა.
ჩვენ როცა ჩამოვედით დიდი თანხა მე არ მქონდა, თან წამოღებული არ მქონდა ძალა საშუალება. $7,000 მედო ჯიბეში, როცა ჩამოვედი. ეს ფული, როგორც იტყვიან, 3 თვეში აბსოლუტურად ამოიწურა, იმიტომ რომ დეპოზიტი მომთხოვა ბინის მეპატრონემ წინასწარ, შემდეგ უკვე ქირა და საჭმელი და უცბად, აი აღმოჩნდა რომ სადღაც 2 თვე ნახევარში, 3 თვეში ჩვენ უკვე ფული აღარ მქონდა, მაგრამ სამაგიეროდ მე მქონდა გამოცდილება ამერიკული და ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა. როგორც იტყვიან, ზვავივით მივასკდი ცხოვრებას ჩამოსვლის დღიდან მე არ დამისვენია სულ მუშაობ. პირველი რაც გავაკეთე, მაშინ ავიღე TLC-ის მართვის მოწმობა, დავრეგისტრირდი Uber-ზე ლიფტზე, წავედი კომპანიაში, ვიქირავე მანქანა და დავიწყე ტაქსზე მუშაობა. ტაქსზე მუშაობის პერიოდში მივიღე კიდე დამატებით გამოცდილება, რასაც აი ურთიერთობა გვია, თვითონ ხალხთან ურთიერთობა. და ამის შემდეგ უკვე კოვიდის პერიოდი დაიწყო, კოვიდის პერიოდმა თავისი დაღი დაასვა ამერიკას, ჩაიკეტა ყველაფერი ფაქტობრივად. მე ტაქსზე უკვე აღარ მუშაობდი, იმიტომ რომ ეშინოდა იმ მხრივ, რომ კოვიდი რო დამართნოდა, მე სახში უნდა მომეტანა ეს კოვიდი და ყველას უნდა გადადებოდა და ამიტომ ვერიდებოდი ვიჯექი სახში უმუშევრად. დაართული პერიოდი გავიარეთ მაგ დროს და მაშინ გადავწყვიტე რომ წავსულიყავი უკვე ტრაილერზე სამუშაოდ. როცა ლეგალი ხარ, გააქვს საბუთები მოწესრიგებული, აბსოლუტურად არანაირი პრობლემა არ აქვს იმ მხრივ რომ აი რამე მოინდომო და გააკეთო. არაფერი აღარ გიშლის ხელს. ადრე თუ ჩემთვის ყველა კარები იყო ჩაკეტილი, როდესაც არალეგალი ვიყავი, ეხლა აბსოლუტურად ყველა კარები ღია, ოღონდ რაღაც მოინდომე, ოღონდ რაღაც გააკეთე და არავინ არაფერს არ გიშლის. ტრაილერის პროვაც რა თქმა უნდა ადვილად გავაკეთე, წავედი სამუშაოდ, ეს იყო 2021 წლის თებერვალი და იმის მერე 2021 წლის თებერვლიდან დღემდე მუშაობ ტრაილერზე. ტრაილერზე კიდე ცალკე გამოცდილება მივიღე, რა თქმა უნდა. აქ ეხა მე ჩემი გეგმები მაქვს, მუდმივად რა თქმა უნდა არ ვაპირებ მუშაობას. რაღაც გარკვეული პერიოდის დამჭა კიდე და ამის შემდეგ უკვე დავანებებ თავს ტრაილერზე მუშაობას და სხვა საქმით დავკავდე. აი ეს არის შემოკარგებო, აი ეს მოკლედ რომ გითხრათ ის ისტორია თუ როგორ მოხვდი მე ამერიკაში და როგორ მოხდა ჩემი ოჯახი ამერიკაში. არაფერი განსაკუთრებული ამაში არ იყო, რა თქმა უნდა, არაფრით არ განსხვავდება სხვა ემიგრანტების ცხოვრებისგან ჩემი ცხოვრება. ისევე ვცხოვრობ მე როგორც დანარჩენი ათასობით ქართველი აქ. უბრალოდ რახან თქვენი ინტერესი იყო, ამიტომ მოგიხევით ესე მოკლედ იმის შესახებ თუ როგორ ჩამოვედი ამერიკაში. ესე იგი, მე მაქვს ორმაგი გამოცდილება, რომ მიტყვიან, ერთი არალეგალად ცხოვრების და მეორე უკვე ლეგალურად ცხოვრების გამოცდილება.